ინტოქსიკაციის 7 ეტაპი და რატომ დეტოქსი? ჩემი დღევანდელი პირდაპირ ეთერის თემა იქნება. დღეს 22 დეკემბერს თბილისის დროით 16 საათზე ჩემ პირად Facebook გვერდზე შორნედი შერაშვილი ჩამოვთვლი სიმპტომებს, გამოვლენებებს, როგორი აქვს ინტოქსიკაციის თითოეულ საფეხურს. ახლა მაგალითად გეტყვით, რომ ალერგია აქვს მოსახლეობის მესამეც მაინც და ეს ინტოქსიკაციის მესამე ეტაპია. აი ძვალსახსოვანი სისტემა მოსახლეობის 80%-ის პრობლემაა და გეტყვით, რომ ეს ინტოქსიკაციის უკვე მეხუთე ეტაპია, მეშვიდე ეტაპი უკვე სიმსივნე ან ყოველგვარი წესრიგი ორგანიზმში მორღვეულია. ასე რომ ძალიან საინტერესო მნიშვნელოვანი ინფორმაციები გერით, ყოველთვის ხოლმე ეთერის ბოლოს აბა დააკვირდით და თქვენ თვითონ დასვით დიაგნოზი, რომელ ეტაპზე ხართ ინტოქსიკაციის, საბედნიეროდ გამოსავალი არსებობს, ეს არის წმენდა, ანუ ჩვენი კრებული